ისააკასური გვეუბნება, რომ ზოგიერთ სიტყვას სიტყბოებას იძენს. ეს რას ნიშნავს სიტყბოებას იძენს? ღვთის მადლს განიცდის ადამიანი თავის სიღრმეში, მისტიკურ სიღრმეში და ეს განცდა იმგვარია, რომ იწვევს რაღაც ესეთი მისტიკურ შეგრძნებას, რომელსაც არ ქმნავს სიტყბოება, ტკბილი უფალი, ტკბილი ესო. ეს თუ არ განიცადე, ვერ მიხვდები რას ნიშნავს. ტკბილი ვიცით, თაფლი, შაქარი ვიცით, ტკბილი. რას ნიშნავს? ტკბილი ღმერთი რას ნიშნავს საერთოდ? მადლი რატომ არის ტკბილი? და ეს გულში როგორ განიცდება? და გულში რო განიცდება, სიტყბოებას რატომ არ ქმნევ? ეს აუხსნადია, მაგრამ თუ ადამიანს ეს ერთხელ მაინც განუცდია, მან ეს იცის, სხვა სახელს ვერ დაარქმევ. აღმოხდება რა ტკბილია უფალი. აი ეს არის. და თუ ეს გამოცდილება ადამიანმა მიიღო, ესე დროს ეს ჩერდება ლოცვა, მდგომარეობა დიდხანს გრძელდება, დიდხანს რამდენი ხანია ვინ იცის, მაგრამ გრძელდება და სხვა სიტყვებზე გადასვლის შესაძლებლობას არ გვაძლევს და ამ მდგომარეობით ლოცველი ვერ ძღება და რა შემთხვევაშია შესაძლებელი? იმ შემთხვევაში, როდესაც წინასწარ დაპროგრამებული არ ახარ, რომ მე ეხლა უნდა ზიარებისთვის ვემზადები და აი ეს ტექსტი 45 წუთში სულ უნდა ჩავტიო. აი როცა ამგვარად არ ახარ დაპროგრამებული, როდესაც შენ დგახარ იქ არა იმიტომ, რომ გარკვეული რაოდენობის ტექსტი წაიკითხო, არამედ იმიტომ, რომ ღმერთთან დიალოგში ყოფნა გსულ და არ ახარ კიდევ ვიმეორებ დაპროგრამებული, დაკომპლექსებული აი ამით, არამედ თავისუფალი ხარ, ღმერთს ელაპარაკები, რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში გაჩერდები. იმიტომ რომ გაჩერება ამ შემთხვევაში, ანუ ლოცვის შეწყვეტა, გარეგნულად ლოცვის შეწყვეტა, ხო? ანუ გულისხმობ სიტყვების წარმოთქმა. ეს არის ბუნებრივი, იმიტომ რომ ღმერთი შენ გულს შეეხო და რაღაც ეძებ. რა სიტყვებს აღმოთქვავ, რას თხოვ, როცა უკვე შენთან არის. და ეს მდგომარეობა რამდენ ხანსაც გაგრძელდება, უნდა გაგრძელდეს. და რატო ვერ ძღება მლოცველი ამ მდგომარეობით? იმიტომ რომ ადამიანის მისტიკური სიღრმე უსასრულოა. ნუ ყოველ შემთხვევაში უსასრულო მხოლოდ ღმერთია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ერთგვარი რასაც მაგალითად ფსალმური რასაც უწოდებს ღმერთს უფსკული, იგივეს უწოდებს ადამიანს. და ერთადერთი რითაც შეიძლება ადამიანი გაძღეს და თან ეს გაძღომის პროცესი უსასრულო პროცესია, ეს არის ადამიანის შინაგანი სამყარო. და სხვა არაფერი არ აწყობს ადამიანს. და აი ჩვენ რასაც განვისვით ამ სოფელში, ეს არის წინა გემოსხილვა მარადიული სასუფეულისა. აქ სრულად ადამიანი ვერ განიცდის, ამიტომ ადამიანი შეუძლებელია რომ დაკმაყოფილდეს ღმერთთან ერთობით ამ სოფელში. ხოლო ვინც კმაყოფილია და კიდევ უფრო უარესი თვით კმაყოფილია, ვინც მიეჩვია ერთგვარ სტაგნაციას სულიერ ცხოვრებაში, რომ აი რაღაცა მდგომარეობა აქვს და მეც არ ცდილობს და ეს მცდელობა ძალიან დიდ ბრძოლას უკავშირდება საკუთარ თავთან, იმიტომ რომ საკუთარი დაცემული ბუნება არ თმობს პოზიციებს, თეშმაკის თავისავად ცხადია პოზიციებს არ თმობს, მას ცოცხალი თავით არ უნდა ბუნებრივ მდგომარეობაში მოვიდეს. ჩვენ ხორცს, რომელსაც პირუტყული სიამოვნების გარდა პრინციპში არაფერი არ უნდა, ჩვენ სულს, რომელსაც პატივმოყვარეობითა და სიამაყით კმაყოფილების გარდა არაფერი არ უნდა, ძალიან ესიკვდილება, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში გადავიდეს. მას ურჩევნია ბუნებრივზე ქვემოთ იყოს და დატკბეს თავის პირუტყობით და დემონური პატივმოყვარეობით, იმიტომ რომ როგორც კი შენ ბუნებრივ მდგომარეობაში გადადიხარ, ანუ ღმერთთან ერთად ბედნიერებას და სიტყვებას განიცდი, უარი უნდა თქვა შენს პირუტყობაზე და დემონურ მდგომარეობაზე, ანუ პატივმოყვარეობაზე და ეს ჩვენ სულს და ხორცს არ უნდა. ამიტომ სულ მუდმივი ჭიდილი და ბრძოლა გვიწევს. და აი როდესაც ადამიანი გაიაზრებს ამ ყოველივეს და სერიოზულად შეუდგება ღმერთთან ურთიერთობას და ლოცვის სწავლას დაიწყებს, მაშინ მის ცხოვრებაში შეიძლება აი ამგვარი რაღაცებიც მოხდეს და უკვე ადამიანი ვეღარ ძღება ღმერთთან ერთობით.